მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო თითოეულ თქვენთაგან ზარხის გამოწერისთვის YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე და ფოლოვერებისთვის, კომენტარებისთვის. მიუხედავად იმისა, კომენტარები თუ ფოლოვში არ მყავს დაკეტილი, მაქვს ვინც მყავხართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიტოვებთ მოკლედ კომენტარებს, ასევე პირადი კონსულტაციებზე, ვინც გადმოდიხართ ჩემთან და ვინც ხვდებით, რომ სწორად გილასხართ, სწორად, ასე ვთქვათ, თქვენი პირადი ტაროლოგი, ხო, ამასაც შერჩევა უნდა, გეცოდინება ალბათ, რომ პირადი ტაროლოგი, შეიძლება ძალიან ბევრი ტაროლოგი ყვავდეს, მაგრამ აი როგორ არის ნახეთ, ერთთან ვერ ვიპოვეთ ის რაღაც განა, იმიტომ რომ ვინმე ცუდია, არა, და ვინმე რაღაცა არ იცის, კი ბატონო, ასეც ხდება, მაგრამ არანაირი უფლება არ გვაქვს ერთმანეთის განკითხვის, არავითარ შემთხვევაში, ის როგორც გრძნობს, ისე გადმოსცემს, ის როგორც გრძნობს, ისე. მაგრამ აი უმეტესობის პასუხი ვინ ჩემთან გადმოდის და მეუბნება, რომ აი ზუსტად ეხლა მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვიყო. მე მახარებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი და მე მახარებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რომ გრძნობენ, რომ სწორედ მათთვის ვარ, სწორედ მათთან ვარ და რა ვიცი, რაც შემიძლია ყველანაირად მაქსიმალურად, მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმეს უპასუხოდ ვტოვებ, ვინმეს უყურადღებოდ ვტოვებ და მაქსიმალურად ვიხარჯები, რა ვიცი, ხა იმ დღეს ერთი პაციენტი იყო ძალიან კარგი გოგოა, თეონა და ანუ დამგირეკავთ რა და მეც სალა იმ დროს დამირეკა, სადღაც 1:30 საათი ვისაუბრეთ, ნუ გავაკეთეთ ყველაფერი დაცვა, რამე რაც საჭირო იყო, პარტნიორთან დაკავშირებით პრობლემები იყო და მე მეუბნება, რომ დავასრულეთ საუბარი, რომ რამდენი უნდა დაგირიცხოთ და ვერ მივხვდი. რას გულისხმობთ რა, ანუ ხო გავაკეთეთ მეთქი ყველაფერი, ანუ კონსულტაცია გვინდა კიდე თქო და არა ვეხაო, რომ ჩემთვის დრო დაკარგეთო. რამდენი უნდა დავრიცხო, მე ხო ვიციო, რომ დროს რამხელა მნიშვნელობა აქვს, აი შოკში ჩავარდი, მეთქი რას ლაპარაკობთ, ანუ რა უნდა დამირიცხოთ, მართლა ესეთი, რა ვიცი, არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ დავიჯერო ასე დონეზე მივედით, რომ ასე არა ადამიანურ მომენტამდე, რომ ელემენტარულად ადამიანს რაღაცა პასუხი რო გავცე და ველაპარაკო ტელეფონზე, თანხა უნდა დამირიცხოს, ნუ აი არ ვიცი. ალბათ რა ვიცი, ხდება და იყო ესეთი შემთხვევები და ამიტომაც გავუკვირდა ამ გოგოს, ამიტომ ნახეთ, რის თქმა მინდა, მაქსიმალურად რაც შემიძლია, მე ყველას პასუხს გცემთ, მაგრამ როდესაც არ ვცემ პასუხს, აი ვარჯიშობდი და იმ დროს აი ამაფეთქა ერთ-ერთმა ადამიანმა, ისტერიკა დაემართა, სანამ იქიდან გამოვედი და დაველაპარაკე, აი არ ვიცი, ბოდიში კი მომიხადა, მაგრამ ნახეთ, რომ არ ვუპასუხე, ხო? ესე იგი, ფიზიკურად ვერ მიმიწვდება ხელი ტელეფონთან, ან სამსახურში ვარ, ან ფიტნესში ვარ და იქ საერთოდ ტელეფონთან არ მაქვს და აი არ ვიცი, ანუ ძალიან გთხოვთ ხოლმე ადეკვატურად, ნორმალურად, რადგან ვუპასუხობ ზარებს ან მესიჯებს, ესე იგი, არანაირად არ მცალია, თორე როდესაც მცალია, ყველა მიცის, დილამდე შეიძლება ვემესიჯო და ვეკონტაქტო. ეს ინფორმაცია რაც მინდოდა მეთქვა. ეხლა ჩემო ძვირფასებო, რაც შეეხება სიტუაციებს, მესამე პირებს, კონსულტაციებს. სულ 10 დღე დარჩა, მივდივარ და აქედან 16-17-ის მერე კონსულტაციები აღარ მექნება 1 აგვისტომდე, 2 ბოდიში 2-3 აგვისტომდე. ამიტომ ნახე თვითფრინავი ჩემთან მოკლედ ძალიან ახლოს გადადის და გადაიაროს ერთი წუთით და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ისედაც გადატვირთული გრაფიკი დროულად მოიწერეთ, დროულად, აი რაც შეიძლება, აი ბოდიშით, მაგრამ 17-ის მერე მე რო ვინმე მომწეროს კონსულტაცია მინდაო, მე მაპატიეთ, მაგრამ ვერავის ვეღარ. ვერანაირად მიუხედავად იცით, ჩემი გული რო ვერ ვითმენ ხოლმე და გული არ მითმენს, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და სულ ეს რამდენიმე დღე მაქვს, 10-12 დღე რო დავისვენო. და მივდივარ და შესაბამისად დიდი ვიდეო ერთი თუ ჩავწერე იქიდან სანაპიროდან ზღვის ვეცდები, თუ არა შეიძლება ვერც ვიდეო, ამიტომ ვერ გპირდებით, ეხლა ჩავწერ რამდენიმე ვიდეოსაც წინასწარ ჩავწერ, რომ აგიტვირთოთ სანამ წავა. მოკლედ, ასე რომ დროულად, აი ძალიან სწრაფად დასრულებული არ იყოს ვიდეო, რომ თქვენი მესიჯი დამხვდეს, მიხვდით, რომ ვიცოდე, შესაბამისად ჩაწერებით ყავს 17-მდე, ამიტომ რაც შეიძლება მალე.
კარგით, ეხლა რაც შეეხება ვიდეოს ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი თხოვნა იყო TikTok-ზე მომწერეს და როგორი მომავალი, აი რითი დასრულდება, აი ეს გავლილი სიტუაცია, აი ეს ყველაფერი. და ფიქრობ თვითონ დასტას ფიქრობ, რომელი დასტაზე მოდი ძალიან დიდი ხანია, ნათელმხილველის დასტა არ გამომიყენებია. ნუ რა თქმა უნდა, რაიდერითაც დავაზუსტებ და ხო, მართლა, აი ესეთი საოცარი მოცარტის სახლიდან შოკოლადები, როგორ დამავიწყდა, მე თქვა, ჩემო პაციენტმა ნონამ ძვირფასო დიდი მადლობა, აი ამ ესეთი, რომ აი ამ ხელაგზაზე წახვედი, გამოფენა ქონდა ამ ქალბატონს და ამ გოგონას და ძალიან საყვარელი ადამიანია და რომელმაც არ დამივიწყა და ესეთი მოცარტის სახლში მიყიდა და შეიძინა ესეთი ტკბილეული შოკოლადები და იქიდან ჩამომიტანა გუშინ საჩუქრად მომართვა. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო აი ამ შოკოლადებისთვის. შენ და ზოგადად ყველას ძალიან დიდი მადლობა. ასევე განსაკუთრებული მოკითხვა იმიგრანტებს და ყველას დიდი მადლობა მადლიერებისთვის. უდიდესი მადლობა მადლიერებისთვის, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ წმენდებს რაც შეეხება ანუ წმენდების დაწყებით დავიწყებ, მაგრამ ნახეთ ძალიან ბევრი არიან, დროულად მომწერეთ, დავიწყებ, ოღონდ ისეთი დღე იქნება პაუზა, მე ჩამოვალ და ვაგრძელებ. ასევე მესამე პირის მოხსნებზე მაგიასთან დაკავშირებით ყველაფერზე დროულად მიკავშირდებით, კონსულტაციებს ვეღარ მივიღებ 17-ის მერე და ამიტომ დროულად კონსულტაცია რომ ვიცოდეთ რასთან გვაქვს პრობლემა, ხო? რომ იმის მიხედვით უკვე გადავწყვიტოთ რაზე უნდა ვიმუშაოთ, რასთან უნდა ვიმუშაოთ და დროულად რაც მალე მით უკეთესი. მოკლედ ამას დავდებ ცოტა ხანი ესე. პირველში იმშალოს. მოკლედ ჯერ ნახოთ რა სიტუაციაში ხართ თქვენ და თქვენი პარტნიორი, რადგან ასეთი თხოვნა იყო, ვფიქრობ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით უკვე თქვენი განკონკრეტულად პარტნიორზე თქვენ აი რა სიტუაციაში და ეხლა რა სიტუაცია გაქვთ თქვენ ორს. შემდგომ მაინტერესებს რა მოხდა თქვენ ორ შორის. ეხლა რა ხდება, რა მოხდა თქვენ ორ შორის. შემდეგ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? შემდგომ იქნება თუ არა მისი მხრიდან ნაბიჯები და ბოლო კითხვა. აქვს თუ არა თქვენ ურთიერთობას მომავალი? ანუ გიღებთ თუ არა, ზოგადად აი ეს ბრძოლები, ეს სიტუაციები, ვინც ხო ეხლა წმენდები ვინც დაიწყო, ვინც ზოგადად მოხსნები დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ვისთანაც დავიწყეთ, იქ პირადი კონსულტაციები გავლილი გვაქვს და ნანახი გვაქვს უკვე და ვიცით რა გვიღებს და რა არა, მაგრამ ზოგადად გულისხმობთ, ხო? იქნებ სხვასაც აინტერესებს. და რა თქმა უნდა, მეორე დასტას აუცილებლად ვიყენებთ. ნახოთ. რადგან ძალიან თხოვა ამ ადამიანმა TikTok-ზე მოიწერა და შესაბამისად ვცდილობ ხოლმე რომ ყველას თხოვნა გავითვალისწინო. თუ ვინმეს დამავიწყდა, შეგიძლიათ მომწეროთ ისევ პირადში და აუცილებლად გავითვალისწინებ და აი როგორ იწყება დასტის ფონი, ჩამოკიდებული კაცი, ჩამოკიდებული სიტუაცია, გაჩერებული სიტუაცია, კარგით. ნახოთ რა ხდება და არც დააყოვნა ტრანსფორმაცია, არც დააყოვნა გაურებამ, არც დააყოვნა 50-50 და რამდენი კოლეგა მიყურებთ, შეგიძლიათ დამწეროთ კომენტარებში, ქალბატონები, ქურუმები, ვინც კოლეგა არ ბრძანდებით, შეიძლება მომავალი ადამიანები ძალიან ბევრი მყავს ეხლა რო ჩამოვალ სწავლებასთან დაკავშირებით, ხო ვისაც გნებავთ, ამიტომ დროულად რო ჩამოვალ თითქმის შევსებული მყავს უკვე და რაც შეიძლება მალე მოიწერეთ, პლუს ამას დასამთავრებლები მყავს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე ვიდეოს სახით არავის არ უგდებ სწავლებასთან დაკავშირებით, აი ესე პირდაპირ ერთ-ერთში მთელი ემოციით, გულით, სულით, ანუ მთლიანად მთელი გაკვეთილი ეძღვნება აი ასეთ ახსნას და არა ვიდეოთი ჩავწერო და გადავგზავნო. ამიტომ ისიც გაითვალისწინეთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დაღეჭილს ვუდებ ტვინში ადამიანს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, სიტუაცია რასაც ახლა ეხება, ეჭვიც არ მეპარება, გაჩერებული მდგომარეობა, გაჩერებული სიტუაცია
სიტუაცია ჩამოკიდებული თქვენი მდგომარეობა, რომელიც გადავიდა ტრანსფორმაციაში, რა თქმა უნდა, ტრანსფორმაცია გვაშინებს, ყველას გვაშინებს, მაგრამ ტრანსფორმაცია გზრდის, ჩემი ძვირფასებო და რადიკალურად სხვანაირად გვახედებს ცხოვრებას და შეგვახედებს ცხოვრებას და ასევე კი ბატონო, ამ წუთას მონატრება, შორს მყოფი სიტუაციები და თქვენ თვითონაც ვერ გაიგეთ რა მოხდა, ან შეიძლება გაიგეთ და არ გინდათ რომ გაიაზროთ რა მოხდა. კი ბატონო, მამაკაცის მხრიდან, ნუ არ ვიცი ხა შეიძლება ხო, კი ბატონო, თასების მეფეს კი ეხება და თასების რაინდი ამომდის, არ არის გამორიცხული რო აქ ნუ კი ბატონო, თასების მეფეც რო იყოს მერე და ნუ თასების მდგომარეობა ისეთი ეს არის ემოციებზე დაფუძნებული მდგომარეობა და აი მთელი სული და გული ჩადებული ურთიერთობაში რაც იყო აი რო გავცემდით, მე არ გეტყვით რომ იმას რომ მამაკაცი არ გასცემდა, მამაკაციც გასცემდა ჩემო ძვირფასებო, მაგრამ სამწუხაროდ გაურებით, აი ამ ტრანსფორმაციით, აი ამ რაღაცა სწრაფი გადაწყვეტილების მიხედვით, არასწორად მიიღო მამაკაცმა გადაწყვეტილება, რამაც ძალიან გატკინათ, მე ვფიქრობ, რაღაცა ისეთი სიტყვებით გითხრათ, რაც ძალიან გეწყინათ და ძალიან გულსატკენია და მე არ ვიცი ხა ამან რა უნდა გააკეთოს ესეთი უკან ანუ მიიღოთ როგორ განა არ მიიღებთ, მაგრამ აი დაგავიწყდეთ ეს სიტყვები, ამიტომ ყოველთვის ვიტყვი სიტყვას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ისეთი რამე არ უნდა ვთქვათ, რომ მერე სანანებელი გაგვიხდეს, ხო? ამიტომ ამ მამაკაცმა როგორც ჩანს, ესეთი სიტყვებიც გითხრათ, ისეთ მოგექცათ, რომ აი ამ ემოციებიდან, აი ამ არ ვიცი, საოცარი ქიმიიდან, ქიმია პირველ რიგში რაც მოხდა თქვენ შორის იყო ქიმია. არ არსებობს ჩემო ძვირფასებო მილიონი პარტნიორი რო გყავდეთ, აი ეს ქიმია რაც მასთან მოხდა, იმას ვერასოდეს ვერ განიცდით სხვებთან. აი ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ ჩემგან. როგორც არ უნდა იცოდეთ, შეიძლება ლტოლვა იყოს, ნება იყოს, კი ბატონო, გრძნობაც იყოს და შეგიყვარდეთ კიდეც, მაგრამ ქიმია ერთთან ხდება. ეს იცოდეთ, ქიმია ყველასთან არ ხდება. ამიტომ ეს მივთვლი რომ საჩუქარია სამყაროსგან, აი ესეთი ურთიერთობა. მაგრამ 50-50-ზე მე არ გეტყვით რომ აქ ურთიერთობა დასრულებულია, კი ბატონო, ტრანსფორმაციის ფაზაშია და ფიქრის ფაზაშია თქვენი სიტუაცია ახლა, მაგრამ იმდენად იდუმალი ხართ, იმდენად აი მიმზიდველი ხართ, რაღაცნაირი ქალბატონი ხართ, ხო, ქურუმი ხართ თქვენი ხუმრებით, აქ არ გამოურიცხავ რომ ცოლგანაშვებიც იყოს ეს მამაკაცი, არ გამოურიცხავ ცოლიანი იყოს ეს მამაკაცი, მაგრამ თქვენ მისთვის ქურუმი ხართ. ანუ ნახეთ, ქურუმი რა არის? ქალი, რომელსაც ვერ შორდებიან, ქალს აქ თვისება, რომელიც ისე იზიდავს, მამაკაც ვერც იგებს რა იზიდავს ამ ქალის, მიხვდით? იმიტოა საოცრება ქურუმი და ასე ვთქვათ, იმპერატრიცა ვერასდროს ვერ გახდება ქურუმი და ქურუმი ვერ გახდება იმპერატრიცა. ხო? იმპერატრიცას სხვა თვისებები და ღირებულებები აქვს, ქურუმს სხვა მიზიდულობა აქვს ჩემო ძვირფასებო. მაგრამ მე გეუბნებით ეხა თქვენი სიტუაცია 50-50-ია. მე არ გეუბნებით აქ რომ ურთიერთობა დასრულებულია. ნახოთ კიდევ რა ხდება. თქვენთან დაკავშირებით და ხო, ყველაზე მთავარი იქაც ხმლების ტუზი. აქ ხმლების მეფე გაცეცხლებული, გაბრაზებული, მაგრამ თავის თავზეც გაბრაზებული, ახლა ნოსტალგიაში მყოფი, მაგრამ ყველაზე საოცრება იცით რა არის? რვიანის ხმლებით აბსოლუტურად ხელფეხშეკრული უკან დაბრუნება აღარ შეუძლია. აქ ისეთი რაღაცაები გითხრათ თქვენ, რომ ხوارის რომ უკან რო ვეღარ დაიხევს ადამიანი, ანუ რო უნდა თქვენთან, მაგრამ უკან ვეღარ იხევს და ამ წუთას თავის თავზე ბრაზობს, განათქვენზე ბრაზობს, თავის თავზე, მაგრამ აი იცით როგორ არის, რომ ხო შეიძლებოდა რომ ესე ყოფილიყო, თითქოს თქვენს რაღაც მომენტში გადანაშაულებთ, ამ დროს თქვენ საერთოდ არაფერს შეშხართ, მაგრამ ამას ეგოისტობა იპყრობს, არ ვიცი, დაბლოკირეთ ყავთ ყველგან, მანაც დაბლოკად მერე თქვენს ჯიბრზე დაბლოკეთ, ვეღარ გნახულობთ ვეღარსად, სულ გაგიჟებულია ვეღარც Facebook-ია, სოციალური ქსელია, რა არის, გეძებთ და ვეღარ გპოვლობთ, მიხვდით? არ ვიცი, არ არის გამორიცხული fake account-ებით ეხა ხმლების მეფით შესაძლებელია კი ბატონო, რომ რაღაცა თვალთვალი არის, კი, შეიძლება საერთოდ სხვა აკაუნტით გათვალიერებდეთ, შეიძლება რაღაცა სხვა საკეთებდეთ სპეციალურად რომ იქნებ თქვენ, აი რაღაცას რომ მოგწერთ და ამ დროს რო ის არის, მაგრამ ჩვენ რო სხვა გონია, ხო, ეხა მილიონი ვიღაცას მოწონხართ და შემოვა და მოგწერთ. აი ზუსტად ეს სიტუაცია, მაგრამ ყველაზე საოცრება იცით რა არის, თქვენს ურთიერთობაში ეს ყველაფერი იყო ჯადმენთი.
ანუ კითხვებს მინდოდა მივყოლოდი, მაგრამ ვერ მივყვები კითხვებს, იმდენად საერთოდ სხვა რაღაცას მეუბნება ტარო და აბსოლუტურად სხვა სიტუაციას, ანუ სიტუაციას, რასაც განვიხილავ თქვენთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სხვა კუთხით მივყავარ. ამიტომ მოდით მე მივყვები ტაროს ინტუიციას, ჩემი ინტუიციას და აი ამ ილუზიებში ამ წუთას ადამიანი რასაც განცდის, რასაც ნერვიულობს და მის მონატრება რა დონეზე აქვს ვერ გეტყვით, პლუს ამას ეგოისტობა ჩართული, რომ ფიქრობს ეხა სხვა რემესჯება, სხვა არ ხვდება, ანუ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე აყალ-მაყალი ურთიერთობაში, მაგრამ ყველაზე მთავარი საოცრება იცით რა არის, რომ დასრულებული არ არის, დაპაუზებულია. თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ აქ რაღაც განახლებას ეფუძნება, რაღაცა ვფიქრობ, შეიძლება განახლდეს. ნახოთ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, ხო? ნახოთ სიტუაცია. აუ, ქურუმი ამოდის. მეორე დასწის ქურუმი. თქვენ კი ბატონო მიყურებთ ქურუმები და ხართ, მაგრამ აუ, აქაც რუიანი ხლები, შეხედეთ, იქაც რუიანი და აქაც რუიანი და მე მეტყვით კიდე, რომ სულ მაგია, აჰა, არის, რა გითხრათ, რომ არ არის, ჩაკეტილები ხართ, პირდაპირ გეუბნებით ერთ-ერთი ჩაკეტილები ხართ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ერთი ჩემი ფრჩხილები არ შეიმჩნიოთ, ზუსტად დღეს მივდივარ, რომ ლამაზად გავიკეთო და ეს ჩემი სანთლები მოვიშორო ფრჩხილებიდან, ამიტომ არ შეიმჩნიოთ. აქ რაღაცა შანსი ეფუძნება სიტუაცია, აქ ნახეთ რაღაცა შანსი მოდის, იმიტომ რომ აქ იმხელა ნოსტალგიაა, ჩემო ძვირფასებო და აქ იმხელა სურვილებია, ჩემო ძვირფასებო და აქ იმხელა მონატრება, როგორ შეიძლება რომ აქ რომელიმე ნაბიჯი არ გადადგას, კი შეიძლება ჯიბრობთ ერთმანეთს, კი შეიძლება მე არ მივწერ მე არა, ხო, იმიტომ რომ თქვენ მართლები ხართ, ქალბატონებო, მის მიყურებთ, მამაკაცები მის მიყურებთ, უნდა მოირგოთ, ხო? ასე რომ ჩემო ძვირფასებო ნახეთ რის თქმა მინდა. აი ამ შიშების, აი ამ შფოთვების, აი ამ უძილო ღამეების სიტუაციები, ხო, რომელიღაცამ უნდა გადადგას ნაბიჯი, მაგრამ ნაბიჯსაც ვერ გადადგავთ, იმიტომ რომ აქ როდესაც სიტუაცია მაგიას ეხება, აქ როდესაც პირდაპირ ნახეთ რა იყო ამის მიზეზი და რუიანი ხმლები მიკეტავს, აქ ხო პირდაპირ გეუბნება, რომ თვალი, მაგია, ზოგადად ნეგატივი, აი ამ ყველაფერს ხო ჭირდება, ჯერ ისეთი ძლიერი დაცვა, რასაც ვაკეთებთ, ხო, რომ აი არ არსებობს რომელი ნეგატივი უნდა მოგერიოთ, პირადად მე მაქვს 4 წელია ჩანთაში აგერ ჩემ შვილს უკეთებ ეხლა. ამიტომ ამაზე ეს არის ყველაზე უებარი, ასე ვთქვათ, და ყველანაირად მთელი ნეგატივებისგან დაცული რო ხართ. ამიტომ სულ თუ არაფერი და სულ თუ არ გვინდა, მხოლოდ ესეც რო ვთქვათ, დაცვა დადოთ და მაზეც და თქვენზეც ამაზე იდეალური არაფერი არ იქნებოდა. აი ეს ნეგატივი პირდაპირ შეისრუნ. აი როგორ ვთქვა, რა არის ესეთი, აი პილასოსივით რო პილასოსი როგორც ისრუტავს მტერს, აი ასე ისრუტავთ ნეგატივს, მიხვდით და შესაბამისად მე ივსებით, სივდებით, იქ ნერვებისგან, იქ არ ვიცი, მიედმოიდებით, იქ ფორი აქით, კივილი, ყველაფერი ერთად, თვითონაც ვერ ხვდებით, ამიტომ მიზეზი პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ აი სასწრაფოდ ეცადეთ ხოლმე, რომ ასე თუ არიანც რომ იტყვით, რომ ზუსტად ჩემზეა კომენტარსაც რომ იწერთ, რაღაც ელოდებით, გადმოდით პირად კონსულტაციაში, რომ არ ჯობია ვნახოთ და ნახეთ, აი იმ დღეს გოგონა დამიკავშირდა ზუსტად წლებიაო, რომ აი ესეო ხან რა ვიცახი გაივლის და აღარ გაიარაო, დავიწყეთ უკვე რა თქმა უნდა, პირადზეც და ფინანსებზეც მუშაობა უკვე დაცვას ვდებთ, თავისთავად პირველი რაც ხდება ეს არის დაცვა. ნახეთ და მივხვდიო, რომ ეს თანხაცო ესეც უაზროდ იხარჯებოდაო, ვერ ვიგებო რაში რა იხარჯებაო და სულ უკან მივდივარო თეკო. აი ზუსტად აი ესეთი ადამიანები, ნახეთ წლები რო ელოდებით რომ გავდა არ სწორდება. ესე იგი რას ნიშნავს? რაღაცა უნდა გააკეთოთ სამყაროსთვის, რაღაცა უნდა გაიღოთ სამყაროსთვის, ხო? რაღაცა უნდა დავიქოქოთ სამყაროსთვის. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მით უმეტეს რო პირადს ეხება, რა უნდა გიღირდეთ იმის ფასი, რომ ეს დალაგდეს, ხო? კიდევ მეორე ბრძალით არავინ არაფერს არ აკეთებს. შაო მაგიას ვინც ემსახურება, შეგიძლიათ მიმართოთ 2 დღეში დაგიბრუნებთ პარტნიორს და მე სამუდამოდ წავა კანონის სამყაროს კანონებს, რაც ექვემდებარება და სამყაროს კანონებს, როგორც ვემორჩილებით, ზუსტად იმის მიხედვით, ასე ვთქვათ, იმ სქემით ვმუშაობთ ჩვენ. ამიტომ ვისაც გნებავთ დროულად, რა დარჩა 10 დღე. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად და დროულად, იმიტომ რომ იცით რა არის, დრო გადის რეალურად, მაგრამ აღარაფერი არ იცვლება. მიხვდით და სანამ ბოდიში, მაგრამ ცხვირს არ მოიტეხთ ხოლმე და კისერს, მანამდე არ ფიქრობთ, რომ შეიძლება სამყაროსთვისაც რაღაც უნდა გაიღოთ, ხო?
რომ აი ეს ყველაფერი ჩატარდეს და აი ეს მდგომარეობა გამოვიდეს სიტუაციებიდან. კარგით ვნახოთ მისი ნაბიჯები, იმიტომ რომ აქ იმხელა ემოციაზე და იმხელა ქიმიაზე გვაქვს საუბარი, აქ როგორ შეიძლება ესე მარტივად დამთავრდეს. და კი ბატონო, აქაც ვარსკვლავის არკანი მიხურავს, ჯერჯერობით ჩორს ხართ ერთმანეთისგან, არ გამორიცხავ, აქ შეტყობინება ძალიან გინდათ ორივემ რომელიმე ერთმანეთს მიწეროთ, მაგრამ აი ეს ემოცია, როგორც აი ესე მიგდებული, მივარდნილი და ხის ქვეშ მჯდომები და ვარსკვლავის არკანი ჩორს ყოფი, არც ერთი დგავთ ნაბიჯს, არც მეორე, აქ მე ნაბიჯებს ვერ ვხედავ, კი არის რაღაცა შეიძლება კონტაქტივით, მაგრამ ამაზეც ვერ რისკავთ. მესმის შეიძლება ამ ბიჭმა ერთი რაღაცები გაკადრათ, რომ აი აბსოლუტურად დაიღალეთ და არ გინდათ რომ თქვენ მიწეროთ, მაგრამ ვფიქრობ რომ აქ კომუნიკაცია უნდა შედგეს და ნახოთ მომავალი ექნება თუ არა თქვენ ურთიერთობას და აი თქვენი თვალით მინდა შეგახედოთ მომავალი რო კონდეს თქვენ ურთიერთობას. იქ რვიანი ხმლები, აქ ორიანი ხმლები და პაჟი, ხუთიანი ხმლები, აი ნახეთ, აბსოლუტურად ჩაკეტილი ხართ. რატო არის, რო ვიტყვი ხოლმე, რომ ტატუ არასდროს არ გაიკეთოთ რვიანი, უსასრულობას რო იკეთებენ. არ შეიძლება, პირდაპირ იკეტავთ და იბლოკავთ თქვენ თავს. ამიტომ ნახეთ, წარმოგიდგენთ ერთი ხო დამიჯდა, პლუს ამას აქ ორიანი ხმალი და აქ ხუთიანი ხმალი. აი მომავალი როგორ გითხრათ, თუ აქ რაღაცა ხელი არ შეუწყეთ და თუ აქ რაღაცა სიტუაციები არ დავძარით, უნდა დავქოქოთ და დავძრათ, ჩემო ძვირფასებო, თორე ერთი თქვენია ეს ადამიანი. აი ხა ის რომ თქვენი არ ყოფილიყო, აქ საერთოდ სხვა არკანები ამომივიდო და საერთოდ სხვა საუბრით წავიდო და სიტუაცია და ახსნა. ამიტომ ეს არის თქვენი პიროვნება ნამდვილად, აქ იშვიათად ცხოვრებაში ერთ ადამიანთან თუ განვიცდით ქიმიას. ორთან, სამთან და 10-თან არ არის, ტოლვა ვნება ბევრთან, მაგრამ ქიმია ერთთან. მიხვდით, ამიტომ ეს არის უიშვიათესი მოვლენა, ამიტომ ეს ადამიანი არის თქვენი, ისიც იგივეს გრძნობს თქვენს მიმართ, მაგრამ ეს რო წახვიდეთ და იქ დავხვდე, საფთან დავხვდეს, არა, აზრი არ აქვს. ამას სჭირდება მუშაობა, ამას სჭირდება გონზე მოყვანა და გაიღეთ სამყაროსთვის რაღაც, რომ ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ ეს დადებითი, ხო? და შეგეცვალოთ სიტუაციები. ამიტომ მე მომავალს ვერ გეუბნებათ, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო, აქ ემოციას მიჩვენებს და აქ თასებისთვის მიჩვენებს და აქ რაც თავარია იმ სიყვარულს და გრძნობას და ქიმიას მიჩვენებს, მაგრამ ორიანი ხმალი, რვიანი ხმალი და ხუთიანი ხმალი სამწუხაროდ კეტავს. ანუ ამის ეს ჩაკეტვა უნდა მოიხსნას, ეს ბლოკები უნდა მოიხსნას, ეს უნდა გახსნას, ჩემო ძვირფასებო. ეს თუ არ გავხსენთ, იმიტომ რომ მოსული არ არის ადამიანი, წასულია, მოსული. რატო არ გიფიქრიათ, რომ რატო ხდება ჩემ ცხოვრებაში ესე, რამე დავაშავე, არაფერი არ დაგიშავებიათ. უბრალოდ სამყაროსთვის რაღაც უნდა გაიღოთ, რომ სასკეთოთ ბუმერანგით დაგიბრუნდეთ. აი ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა, ჩემო ძვირფასებო. YouTube-ის ბოლოს მითითებულ ნომერზე დამებაენა ვიდეოს ბოლოში ლინკად მითითებულია ჩემი ტელეფონის ნომერი, WhatsApp, Viber, Telegram-ი, ხოლო TikTok-ზე პირად ჩიმწერთ და მე თვითონ გამატებთ. ეხლა დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ და დროულად კონსულტაცია 17 რიცხვამდე იქნება, მეტი არა, ისიც ჩაწერებით ყავს, ამიტომ რაც შეიძლება მალე და სწრაფად. მით უმეტეს, ვისაც აი ეს პრობლემა გაქვთ, რასაც ეხლა ხედავთ. და ყველაზე მთავარი, დაკარგვის დიდი შანსი არის ზაფხულში. იმიტომ რომ მივდივართ დასასვენებლად, ახალი სიტუაციებია, ახალი რომანები, მე რა საკურორტო რომანი დროებითია. ესეც არ გამორიცხოთ, რა იქნება მე არავინ არ ვიცი. ამიტომ მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ადეკვატურად, სწორად და აი არ ვიცი. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ეს სიტუაცია დაიბრუნოთ, იმიტომ რომ ერთი ხართ ჩემო ძვირფასებო. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით.